რომელი სონიკია ყველაზე სწრაფი? ყველა სონიკის ვერსია შორის რბოლას მოვაწყობთ, რომ გავიგოთ ვინ არის ყველაზე სწრაფი. იქ იქნებიან Baby Sonic-ი, თანამედროვე Sonic-ი, Sonic-ი ფილმიდან, Sonic Boom-ი, Metal Sonic-ი, Sonic-ი A და კიდევ ბევრი სხვა. ასევე საიდუმლო Sonic-ებიც. რომელი Sonic-ი იქნება ყველაზე სწრაფი? წავედით! კარგი. ყველას მოგესალმებით, ყველა Sonic-ის საოცარ რბოლაზე. დიახ, Sonic-ის ყველა ფორმა ერთმანეთს შეეჯიბრება რბოლაში, რომ გავიგოთ, რომელი მათგანი ყველაზე სწრაფია. ყავს ორი საიდუმლო Sonic-ი და მილის ტრასა, რომელიც მათ 30 წამში უნდა დაასრულონ. თუ ვერცერთი ვერ დაასრულებს, მაშინ ვინც ხვინს ყველაზე შორს მივა, ის Sonic-ის ყველაზე სწრაფი ვერსია იქნება. ასე რომ ვიწყებთ Baby Sonic-ით. მოდით ვნახოთ, რა შეძლებს Sonic-ის ყველაზე საყვარელი და პატარა ვერსია 3-2-1 და ის მთელი ძალით იწყებს. მართალია, საკმაოდ სწრაფია იმისთვის, რომ Baby-ია, რაც არის. თუმცა მაინც არ ვიცი, სადამდე შეძლებს მისულას. ჯერჯერობით ცდილობს და კარგი, ცუდად არ გამოსდის, მაგრამ ძალიან შორსაა იმ ნამდვილი სიჩქარისგან, რაც ზრდასრულ Sonic-ს აქვს. მოდი პატარა Baby, გააგრძელე სირბილი. ყველა გენდობა, ყველას გჯერა, რომ შეგიძლია გახდე ყველაზე სწრაფი მსოფლიოში. ამიტომ ჯერ კიდევ არ გაუვლია პირველი დონე. ესაა ყვითელი მილები. ვაუ, მოდი პატარა Baby, გააგრძელე სირბილი. შესანიშნავად აკეთებ. შენ უფრო სწრაფი ხარ, ვიდრე საშუალო Baby, სულ მცირე. მაგრამ უნდა გააგრძელო სირბილი და მაქსიმალურად იჩქარო, რადგან შენი დრო მალე ამოიწურება. მხოლოდ 30 წამია. მოდი პატარავ, ირბინე, ახტი, სულ მცირე, უკვე ნაცრისფერ მილშია, ეს კი პირველი აღარ არის. აი აქა, მიდი, ეხლა გააკეთებს ნახტომს, თუმცა მისი დრო ამოიწურება 3, 2, ვაუ! ახტი, 1, დრო ამოიწურა! ასე რომ აქ ხავს Baby Sonic-ი, რომელიც ამ ეტაპზე ერთდროულად პირველ და ბოლო ადგილს იკავებს აშკარად. ეხლა კი მეგობრებო, თანამედროვე Sonic-ის ჯერია, ყველაზე ცნობილი Sonic-ი ყველა ვიდეო თამაშიდან. წინ, თანამედროვე Sonic-ი, აჩვენე ყველას შენი სისწრაფე, 3-2-1 და თანამედროვე Sonic-ი მთელი ძალით იწყებს. ფრთხილად იყავით, ეს ბევრად უფრო სწრაფია, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ნამდვილი Sonic-ია. უბრალოდ შეხედეთ, როგორ დარბის და ვაუ! როგორ იყენებს ტურბოს, ეს ისაა, რაც Sonic-ებს შეუძლიათ, როცა საკმარის ბეჭდებს აგროვებენ. აი კიდევ ერთი ტურბო, შესანიშნავია. და კიდევ ერთი. ვაუ! ხდება პირდაპირ შემდეგ დონეზე, რომელიც არის მწვანე დაშვების ზონა ლურჯი მილებით. აი ეს არის ვარდნა და ვაუ, ძალიან კარგი დაშვებაა. აერთიანებს ტურბოს და ნახტომს საოცარია. აშკარად ჩანს, რომ ჩვენთან ერთად ნამდვილი Sonic-ია, რომელიც არც ერთ წამს არ ჩერდება. რა სისწრაფით მოძრაობს თანამედროვე Sonic, ეს სიგიჟეა. აგრძელებს სირბილს, აგრძელებს აჩქარებას, მაგრამ მისი დრო დასრულდება. 3-2-1 დრო! ასე რომ, აქ ხავს თანამედროვე Sonic-ი, რომელმაც შესანიშნავი რბოლა ჩაატარა და ამ მომენტისთვის პირველ ადგილზეა. ყველაზე სწრაფია ყველასგან და ეს გადაგვიყვანს Sonic-ის შემდეგ ვერსიასთან, Sonic Boom-თან. რა მაგარია, მოდი ვნახოთ, რა შეძლებს Sonic-ი ბანდაჟებით 3-2-1 და იწყებს სირბილს მთელი ძალით. ღმერთო ჩემო! ეს Sonic-ი, რომელიც მხოლოდ Sonic Boom-ის ტელესერიალში გამოჩნდა, ყველამ გააკრიტიკა, მაგრამ მაინც Sonic-ია და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეცდომებს უშვებს, მაინც ისეთივე სწრაფია, როგორც ნებისმიერი Sonic-ი. სხვა Sonic-შია და აქვს ტურბო, ვაუ! უზარმაზარი ნახტომია და შესანიშნავად ეშვება. რა სიგიჟეა! ისევ ხდება და საოცრად აკეთებს ამას. უკვე ლურჯი მილების დონეზეა. რა სისწრაფეა! ამიტომ ახლა აგრძელებს სირბილს კასაოცარი სისწრაფით. ტურბოს იყენებს. ფრთხილად, რადგან თანამედროვე Sonic-ს უსწრებს, ანუ კიდევ უფრო სწრაფია. აგრძელებს სირბილს, ცდილობს გაიაროს ლურჯი მილის მეორე დონე, თუმცა ტურბო აღარ აქვს და მისი დრო მთავრდება 3-2-1 დრო. აი Sonic Boom-ი პირველ ადგილზე გადადის. რა სისწრაფეა! და ეხლა სცენაზე გამოდის ფილმი Sonic-ი, ყველას საყვარელი და ყველაზე ცნობილი.
ვინ არ უნახავს ფილმები? ვინ არ უყვარს ფილმის სილმი სონიკი, რომელიც 3-2-1 და მთელი ძალით გარბის? კარგია, კარგი, ცოტა ფეხი დაუწდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ მთელი სიჩქარით იაროს და სიჩქარე ნამდვილად დიდი აქვს. ეს სიგიჟეა. უკვე გადალახა ყვითელი დონე და ეხლა მიდის ნაცრისფერზე, ღმერთო ჩემო, სიჩქარის გაზრდაც აქვს. რა სიგიჟეა? და უკვე უსწრებს პატარა სონიკს, რომელიც მარკლა ყველაზე პატარაა. ეხლა ის მიიწევს ლურჯ მილში, იყენებს მთელ თავის სიჩქარეს და რა თქმა უნდა ყველა ტურბოს რაც გზაზეა. უკვე უსწრებს. თანამედროვე სონიკს და ფრთხილად, რადგან ძალიან შესაძლებელია რომ სონიკ ბუმსაც გაასწროს. აი ის იყენებს სიჩქარის ამაღლებას. რა სიგიჟეა? უკვე პირველ ადგილზეა და გარბის გაჩერების გარეშე. ეს ნამდვილი სიგიჟეა, თუმცა უნდა იჩქაროს. რადგან ფილმის სონიკის დრო მთავრდება 3-2-1 დრო. ასე რომ აი ისიც, ფილმის სონიკი ამ ეტაპზე ყველაზე სწრაფია. რა სიგიჟეა? ეს პირდაპირ მიგვიყვანს ლეგო სონიკთან, სონიკის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ფორმასთან. ასე რომ წინ ლეგო სონიკი, რომელსაც აქვს რამდენიმე გაუმჯობესება, რომ კიდევ უფრო სწრაფი იყოს. 3-2-1 და აი. გარბის ამ გაუმჯობესებებით, ღმერთო ჩემო, ეს მას საკმაოდ სწრაფს ხდის. სიმართლე რომ ვთქვათ, სულაც არ არის ცუდი. სიჩქარე რაც ლეგო სონიკს აქვს, მართლაც საოცარია. წარმოუდგენელია, როგორ ხტება. ასევე მაგარია, რა სწრაფადაც მოძრაობს და როგორ ეშვება მიწაზე. ეხლა ვნახოთ ეს უზარმაზარი ნახტომი. აი ესეც არის, საოცარი ნახტომი და საოცარი დაშვება. ჩვენი საყვარელი ლეგო სონიკი აგრძელებს სულას, რომელიც შეუჩერებლად ჩანს და ლურჯი მილის მთელ დონეზე ეშვება. ის საკმაოდ სწრაფია ამ რაკეტებისა და დამატებითი დეტალების წყალობით, რომლებიც უკეთეს ხდიან, მაგრამ ესეც კი არ ხდის მას დაუმარცხებელს, რადგან მას უკვე ბევრი აღარ დარჩა. ის უსწრებს თანამედროვე სონიკს და აჩქარებს სულას. რადგან ლეგო სონიკის დრო დასრულდება 3-2-1 დრო. ასე რომ აქ ყავს ლეგო სონიკი, რომელმაც სულ ცოტა დააკლოს სონიკ ბუმის გასწრებას და მესამე ადგილზე აღმოჩნდა. და მეგობრებო, მგონია რომ უკვე დროა ვნახოთ, ვინ შეიძლება იყვნენ საიდუმლო პერსონაჟები, არა? ასე რომ, აბა, სწრაფად! გაქვს მხოლოდ 20 წამი, რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გახსნას საიდუმლო სონიკები. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ ვინ იგებს და რომელი სონიკი გიყვარს ყველაზე მეტად, შეძლებიყო ისეთივე სწრაფი როგორც ის. ასე რომ, მიდი იჩქარე, დრო იწურება, არა? კარგი, ხალხო. მგონია რომ საკმაოდ კარგად მოიკეცით. ასე რომ, ცხადია აქვს ჯილდო. და პირველი საიდუმლო სონიკი არც მეტი არც ნაკლები, ლეგენდარული სონიკი. ეს ოქრო მხოლოდ მილიონში ერთხელ ჩნდება, ასე რომ ძალიან იშვიათია. და ბოლო საიდუმლო პერსონაჟი ვიდეოს ბოლოს გამოვლინდება, ასე რომ ჯობია არავინ წავიდეს. რადგან ეხლა ღმერთო ჩემო, უშნო სონიკის ჯერია. უშნო სონიკი, მოგწონს ეს თუ არა? ისიც სონიკია. მზად ხარ უშნო სონიკო? შენ უშნო ხარ, მაგრამ სწრაფი იქნები. მოდი ვნახოთ. 3-2-1 და დროა, გაუჩერებლად ირბინო. აი მიდის უშნო სონიკი. მართალია, ძალიან სწრაფია. არა, აშკარაა რომ ლამაზი საერთოდ არ არის, მაგრამ ნამდვილად ძალიან სწრაფია. იმიტომ რომ ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მისი დიზაინი საშინელია, მაგრამ მას ჩვეულებრივი სონიკის თვისებები უნდა ქონოდა, თუმცა აქ შაქარი დაუვარდა, რა ჯანდაბა? ეს ნიშნავს, რომ ის უეჭველად ძალიან სწრაფი იქნებოდა. რა მაგარი ნახტომი გააკეთა და ეხლა კიდევ რა მაგარი დაშვება. ვაუ, ის შეუჩერებელი ჩანს. მით უმეტეს თუ ამ ტემპით დაიწყებს სირბილს. ეხლა სჭირდება ტურბოს აღება, რომ კიდევ უფრო სწრაფი გახდეს, რადგან ბევრი დრო აღარ დარჩა. აი ტურბოც აიღო, დაუჯერებელია ეს უშნო სონიკი, ღმერთო ჩემო, თანამედროვე სონიკსაც კი აჯობა. აგრძელებს სირბილს გაჩერების გარეშე, არ ნებდება და აჩქარებს ნაბიჯს, რადგან უშნო სონიკის დრო მთავრდება 3-2-1 დრო. აი უშნო სონიკი, რომელიც პოდიუმს მიღმა დარჩა, მაგრამ მაინც საოცრად იასპარეზა. გაყურადრებით იყავით, რადგან ეხლა წითელი ფორმის ჯერია, სონიკის რობოტული ვერსია, მეტალ სონიკი. ის აქტივირებს ყველა თავის მოწყობილობას და ემზადება გასასვლელად 3-2-1 დროა მეტალ სონიკისთვის. რა ამბავია? მართალია, ის ძალიან სწრაფად მიიწევს წინ. ის როგორც ჩექმებით, ისე ხელებით იღებს ბიძგს, რაც მართლაც საოცარია.
წინ მეტალ სონიკო, მას სირბილიც კი არ სჭირდება, რადგან ის ისედაც სწრაფია, მაგრამ ამას ფრენით აკეთებს. ასე რომ გააგრძელე, არ დანებდე. არაფერი და არავის შეგაჩენებს მეტალ სონიკო. ღმერთო ჩემო, რა სიგიჟეა. შესანიშნავად ეშვება და რა თქმა უნდა არც ერთ მომენტში არ უწევს გაჩერება. ის ფრენით მიდის და ასე სრულიად შეუჩერებელია. ის პირდაპირ მილების დონეზეა და ჩანს რომ მას შეუძლია თანამედროვე სონიკზე წინ გასვლა. ძალიან ფრთხილად, რადგან მგონია რომ სერიოზული კანდიდატია ამ რბოლის მოსაგებად. განაგრძესვლა მეტალ სონიკო. გადაასწრო უშნო სონიკს, ეგო სონიკს და სონიკ ბუმს. ძალიან სწრაფად მიდის და ჩქარობს. მაგრამ არ ვიცი ფილმის სონიკს დაეწევა თუ არა, რადგან მისი დრო იწურება. 3, 2, 1 დრო! ამიტომ დღეს მეტალ სონიკი მეორე ადგილზეა შესანიშნავი შედეგით. რა კარგად გააკეთა. ეხლა კი ჯერი მიდგა ღმერთო ჩემო, სონიკის ყველაზე დიდ მემზე სონიკზე. ასე რომ წინ სონიკ, შეხო მე მიხარ. ყველა დაგცინის, მაგრამ დაამტკიცე რომ ცდებიან 3-ში, 2-ში, 1-ში დროა სონიკისთვის. რას აკეთებენ? არა, ეგზა არა ასულელო. რას აკეთებს საერთოდ? არა, სონიკ, დრო გრძელდება და შენ შენობას ეჯახები რა ჯანდაბაა. მაგრამ ეს ტიპი სულელია, ეგზა არა. უკვე ვიცოდი რომ პრობლემებს შექმნიდა მის შეხვანას რბოლაში. კარგი, ის ისევ გარბის და აბსოლუტურად არავინ იცის სად ჯანდაბაში მიდის. უბრალოდ ქალაქში დარბის და თავს იმტვრევს. მითხარით რა ჯანდაბას აპირებს სონიკი, იმიტომ რომ ეს საერთოდ არ გამოიყურება კარგად სიმართლე რომ თქვათ. თითქოს შენობაში აპირებს შესვლას, მაგრამ რას აკეთებს? კარგი, სონიკი გამოდის შენობიდან სახურავზე. მართლა სულელია. მაგრამ მოიცა, ეს ხომ ტრასაა. ეს ხომ სინამდვილეში ტრასის დასასრულია. ფრთხილად ხტება უზარმაზარი ნახტომი და რა ჯანდაბაა მწვანე დონეზე ეშვება. მეგობრებო, ეს არასდროს გვინახავს. სონიკი სულელი არ არის. ის ყველაზე ჭკვიანია და იცოდა რომ თავისი სისწრაფით უნდა აეღო მოკლე გზა. ასე რომ მეგობრებო, ის პირველ ადგილზეა. ეს არასდროს გვინახავს. სონიკი ყველაზე სწრაფია და მისი დრო მთავრდება 3, 2, 1 დრო! ამას ვერ ვიჯერებ, მაგრამ სონიკი პირველ ადგილზეა, რა საოცრებაა! და ეს პირდაპირ მოგვიყვანს შემდეგთან, რომელიც არის სონიკი წერტილი 6-ე. დედა მგონი შიშისგან თავი ვეღარ შევიკავე. აი აქ არის ყველა საყვარელი კრიპიპასტა 3-ში, 2-ში, 1-ში და მთელი ძალით იწყებს. დედა თავს ესხმის, სისხლს იღებს, მაგრამ კარგი, მას სისხლი უყვარს. და ამ მომენტისთვის საკმაოდ სწრაფად მიდის ყვითელი მილის პირველ დონეზე. დედა როგორ მიიწევს წინ, იგებს ტურბოებს და რა დიდი ნახტომია. კიდევ ერთი ნახტომი და მიდის ლურჯ მილში, როგორც ბაბუა ჩემი ამბობდა. ფრთხილად იყავით სონიკ 6-თან. ის უფრო სწრაფი, მძვინვარე და საშიშია ვიდრე სხვა ვინმე. ძალიან სწრაფად მიდის, როცა ტურბოს იღებს. ის ხდება კიდევ უფრო სწრაფი არსება ვიდრე სხვა ვინმე. აი ის, მიდის წინ, იდებს კიდევ ერთ ტურბოს და უსწრებს ყველა თავის მეტოქეს. ის ასევე აპირებს გადაასწროს ფილმის სონიკს, რა საოცრებაა. ახლა კი მაქსიმალურად ჩქარობს, რადგან დრო აღარ დარჩა. ის მწვანე დონეზეა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე დონეა. იღებს ტურბოს და აპირებს გადახტომას, რადგან მისი დრო მთავრდება 3-ში, 2, 1-ში დრო! ამიტომ რა თქმა უნდა, სონიკი წერტილი 6-ე პირველ ადგილზე გადადის. ეხლა ფრთხილად მოდის მსუკანი სონიკი. სონიკის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფორმაა სიმართლე რომ ვთქვათ. მზად ხარ მსუკანი სონიკი, უკვე დაღლილი ხარ სანამ დაიწყებ. წინ 3-ზე, 2-ზე, 1-ზე მსუკანი სონიკის დროა. კარბის და თან ბურთივით ეხეთქება მუცელი და მკერდი. მიდი პატარა მსუკანი სონიკი. არ დანებდე, ძალიან კარგად გამოგდის. საცხალი უკვე საშინლად დაღლილია, თითქოს ვეღარ ძლებს. რატო? გზაზე მომიწია მისი დაყენებენება. ეს ცოტა დამამცირებელია. სინამდვილეში უკვე დაიღალა და ვეღარ გარბის. ნელა თავის ტემპში მიდის ეს საცხალი ბიჭი. და ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც უნდა უთხრას არა. უნდა მონაწილეობა, მიიღოს მონაწილეობა, თუმცა შორს ვერ მივა. ეს კარგი რჩევაა, რომ ყველას უთხრათ, ცოტა ივარჯიშონ და კარგად იკვებონ. თუ ასე არ მოიქცევით, სონიკივით იქნებით, ვერც სამნაბიჯ გადადგამთ დაღლის გარეშე. და ეს საშინელია, ასე რომ ნუ იქნები მსუკანი სონიკივით და ცოტა იარე. ირბინე, ივარჯიშე, თორემ ნახე, დრო უკვე მთავრდება და ჯერაც სტარტის ხაზიდან ძლივს გასუხარ. ძალიან წუხარ მსუკანო სონიკ. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა იარო სპორტ დარბაზში, დამპირდი, რადგან შენი დრო მთავრდება. 3, 2, 1
დრო. ამიტომ მეგობრებო, აი მსუკანი სონიკი. მოდით დავტოვოთ რომ იაროს. ასე მაინც ივარჯიშებს და ბოლო ადგილზე ეს ნამდვილად წაადგება. ეხლა გადავდივართ მსუკანი სონიკიდან სუპერ დაკუნთულ სონიკზე, ყველაზე ძლიერზე. აი ეს ხდება თუ კარგად იკვებები და სპორტ დარბაზში დადიხარ. მოდით ვნახოთ, რა შეძლებს სუპერ დაკუნთული სონიკის ეს ფორმა 3-ში, 2-ში, 1-ში. დროა დაკუნთული სონიკისთვის, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სიარულისას მიწასაც კი ანადგურებს. ვაუ, დაიჭირა მსუკანი სონიკი, რომელიც ეხლა მართლა იცის სირბილი. და ყავს სუპერ დაკუნთული სონიკი, რომელიც არ ნებდება. სიმართლე რომ თქვა, ძალიან სწრაფად ეს სონიკის ფორმა ძალიან მომწონს, რადგან სიგიჟეა, რა სიჩქარესაც აღწევს. დედა ჩემო გადააჭარბა და ნახტომში შეცდა. მოუწია და ისევ შევერთდა ტრასას, მაგრამ უკვე ლურჯ დონეზეა. სიმართლე რომ თქვათ, ძალიან სწრაფად მიდის. ეს კუნთები აძლევს მას სიჩქარეს, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს. ის სხვა სონიკებს გვერდს უვლის, ისე სწრაფად და ძლიერად მოძრაობს, რომ მათ გადახტომაც კი შეუძლია. აი მიდის კუნთიანი სონიკი, რა საოცრებაა. თუმცა ეს აგმარტი ცოტა უჭირს და გარბის, მაგრამ მისი დრო მთავრდება 3, 2, 1-ზე. დრო! ასე რომ აქ ყავს სუპერ დაკუნთული სონიკი, რომელმაც მესამე პოზიციამდე მიაღწია. რა შესანიშნავი შესრულებაა. გაფრთხილად, რადგან ახლა რიგი ქალ სონიკზეა. სონიკის იმ ფორმაზე, რომელიც ქალია. საინტერესოა, რამდენად შორს შეძლებს სონიკის ქალი ვერსია მისვას. ვნახოთ, 3, 2, 1 და დრო წავიდა. ღმერთო ჩემო, ის წარმოუდგენელი სისწრაფით გარბის. ბოლოს და ბოლოს სონიკია, მიუხედავად იმისა, რომ სქესი შეიცვალა. რადგან მნიშვნელობა არ აქვს, რა სქესი გაქვს, მთავარი ისაა, რამდენად სწრაფად გარბიხარ. და სონიკა ძალიან სწრაფად გარბის, რა მაგარი ნახტომია. ღმერთო ჩემო, ისეთი სისწრაფით გარბის, მგონია რომ შეიძლება სონიკ თოთკა 6-ეს დონესაც კი მიაღწიოს. ტურბოს იღებს და ღმერთო ჩემო, რა საოცრებაა. ძალიან კარგად აკეთებს. ეხლა შემდეგ ტურბოს აიღებს. კიდევ ერთი და კიდევ ერთი, ერთმანეთს აერთებს. ღმერთო ჩემო, სონიკა რა კარგად აკეთებ ამას. აი კიდევ ერთი ტურბო იყო. ხანდახან თითქოს უნდა ჩამოვარდეს, მაგრამ ისევ ბრუნდება რბოლაში. ფილმის სონიკსაც კი აჯობა, მამადისიმოსაც აჯობა. დააჩქარდა, რადგან სონიკას დრო 3-ში დასრულდება. ტურბოს დააკვირდით. 2, 1 და სონიკას დრო ამოიწურა. ამიტომ მეგობრებო, სონიკა მეორე ადგილზე დარჩა ძალიან ახლოს Sonic.exe-სთან. დაფრთხილად, ეხლა მეკას სონიკის ჯერია, სონიკის რობოტული განვითარებული ვერსია. მაშ წინ მეკა სონიკ, მოემზადეს 3-ში, 2-ში, 1-ში და მეკა სონიკი მთელი ძალით მიფრინავს. როგორც ჩანს, წარმოუდგენელ სიჩქარეს აღწევს. ის მეტალ სონიკზე კიდევ უფრო სწრაფად მიდის. ვოუ, მას მთლიანად ეცვლება ხედვის კუთხეც. ნამდვილი სიგიჟეა. უკვე პირდაპირ შევიდა ლურჯი მილების დონეზე. ეს ნიშნავს, რომ ის ბევრად უფრო სწრაფად მიდის, ვიდრე დანარჩენი კონკურენტები. ახლახან გაასწრო თანამედროვე სონიკს და ახლა უკვე ყველას მიყოლებით გაასწრებს. არც ერთს არ დატოვებს. რა სისწრაფეა, ნამდვილი საოცრებაა. მეკა სონიკი საოცარია. ის ყველა თავის მეტოქეს უსწრებს. ასევე ასწრებს ფილმის სონიკსაც. იმ დაკუნთულ სონიკს და იწყებს ბოლომდე დაწოლას და მაქსიმალურად აჩქარებას, რადგან ბევრი დრო აღარ დარჩა. ის ძალიან კარგად არიდებს მახეს, ხტება და აჩქარებს, რადგან მისი დრო მთავრდება 3-ში, 2-ში, 1-ში. დრო? ამიტომ მეკა სონიკი პირველ ადგილზეა. ეს რობოტი ძალიან ძლიერია და ეს პირდაპირ მიგვიყვანს სონიკის ბოლო ფორმასთან. ყველაზე შემზარავი შინ სონიკი სამყაროთ ამჭამელი. მზად ხარ შინ სონიკო? აჩვენე ყველას მონსტრის სისწრაფე, როგორიც შეხარ 3-ში, 2-ში, 1-ში. ეხლა შინ სონიკის ჯერია. ღმერთო ჩემო, ძალიან სწრაფია. პირველ დონეს გადის ისეთი სისწრაფით, რომ მართლა საშიშია. ღმერთო ჩემო, ეხლა ნახეთ როგორ ხდება. და როგორ არ უნდა გააკეთოს? საოცრად ახერხებს ამას. ეს არსება მართლა საშინლად საშიშია. საოცარია როგორ დარბის და როგორ გადის მთელ ლურჯი მილის დონეს. ტურბო აქვს, ღმერთო ჩემო. რა სიჩქარესაც აღწევს, როცა ტურბოებს იღებს და ერთმანეთს აერთებს. მეგობრებო, ეს სულ სხვა დონეა. ისევ გარბის გაჩერების გარეშე, ღმერთო ჩემო. რა საშიშია, როგორ მოდის ჩვენსკენ. ხტება და გზიდან იშორებს სონიკს, რომელიც ძალიან ძლიერია, ფილმის სონიკს. იღებს
ტურბოს, ბარიერს, სადაც უნდა იქ გადის და ხდება და მიდის წითელ მილებთან, სადაც ჩქარობს, რადგან მისი დრო მთავრდება 3, 2, 1-ში და დრო ამოიწურა. ამიტომ შინ სონიკი ამ ეტაპზე პირველ ადგილზეა. არავინ ყოფილა მასზე სწრაფი და საშიში. და ბოლოს დადგა დრო, რომ გადავიდეთ საიდუმლო სონიკებთან. მოდით ვნახოთ, რამდენად სწრაფი შეიძლება იყოს სონიკი, ოქროს სონიკი, ლეგენდარული იშვიათობის, 1 მილიონში, ასე რომ წინ, ოქროს სონიკო. აჩვენე ყველას შენი სისწრაფე, 3-ში, 2-ში, 1-ში, დროა ოქროს სონიკისთვის. ღმერთო ჩემო, რა სისწრაფეა ეს? ასეთი სწრაფი ადამიანი არასდროს მინახავს. ეს სულ სხვა დონეა. საოცარი ნახტომიდან, ვაუ! აკეთებს ისეთ ნახტომებს, რომ უბრალოდ გასაოცარია. და აქ სისწრაფე, რომელიც არასდროს მინახავს, ღმერთო ჩემო. როცა ტურბოს ჩართავს, შეუჩერებელია. რა დონეა ეს, რა საოცრებაა. ასეთი სწრაფი ადამიანი, როგორიც ეს ლეგენდარული ოქროს სონიკია, არასდროს მინახავს. მწვანე მილებში საოცარი სისწრაფით შედის. ულის მახეებს და ხტება. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად სხვა დონეა. აი ის არის, წითელ მილებთან მიდის, აგრძელებს სულას, ხტება, სადაც უნდა იქ გადის. ყველა სუსწრებს და ჩქარობს, რადგან ოქროს სონიკის დრო 3, 2, 1-ში იწურება. დრო! ამიტომ ოქროს სონიკი პირველ ადგილზე რჩება. მან მიაღწია ბოლო ეტაპამდე, ოქროს მილებამდე. და მეგობრებო, ეხლა ნამდვილად ასეა. მოვიდა დრო, რომ გავამჟრავნოთ ბოლო საიდუმლო სონიკი. 1 ბოლო მოწონება, 1 ბოლო გამოწერა. რომ გავიგოთ რა არის სინათლის სიჩქარის სონიკი. სონიკი, რომელსაც შეუძლია სინათლის სიჩქარის ცირბილი. მზად იყავით, რომ ნახოთ რაღაც საოცარი, სინათლის სიჩქარის სონიკი. აჩვენე შენი სისწრაფე 3, 2, 1-ში, დრო. კარგი, მეგონა ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა. ეს სინათლის სიჩქარე არ არის, ეს არ არის. არა, რა ჯანდაბაა. ის პირდაპირ სინათლის სიჩქარით ფრენას დაიწყო. მაგრამ ეს რა არის? ჩემს ცხოვრებაში ესეთი სწრაფი ადამიანი არასდროს მინახავს. ის ლურჯი მილების დონეზეა. და მიიწევს წინ სიჩქარით, რომელიც აქამდე არავის უნახავს. ყველა მოწინააღმდეგეს უკან ტოვებს, სადაც უნდა იქ გადის. და მოიცადე. რა? კიდევ უფრო სიჩქარეს უმატებს. ანუ კიდევ უფრო სწრაფად შეიძლებოდა წასვლა. ეს არის ნამდვილი სინათლის სიჩქარე. რა საოცრებაა! ჩანს, თითქოს სრულიად უკონტროლოა, მაგრამ არა, ის აკონტროლებს მას. საოცრად გამოსდის. ღმერთო ჩემო, მაგრამ აშკარად ზედმეტად სწრაფია. წრეს 1 წამში გადის. და უკვე ამცირებს სიჩქარეს, რადგან დრო ნამდვილად ყოფნის. და ძალიან მარტივად მივა წრის ბოლომდე, რადგან ძვირფასო მეგობარო, სინათლის სიჩქარის სონიკი ხარ. შენი დრო მთავრდება 3, 2, 1. დრო. ასე რომ სინათლის სიჩქარის სონიკი ერთადერთია, ვინც წრეზე ბოლომდე მივიდა. და რა თქმა უნდა, ის არის დიდი გამარჯვებული. ასე რომ საბოლოოდ პოდიუმი ასე გამოიყურება. მესამე ადგილი შინ სონიკს ერგო. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ის 2 სხვასაც შეჭამს. მეორე ადგილი ოქროს სონიკს ერგო. ყველაზე უცნაური და ყველაზე ლეგენდარული მათ შორის. და რა თქმა უნდა, სონიკი, რომელსაც სინათლის სიჩქარით სულა შეუძლია. ის ყველაზე სწრაფი იყო დიდი უპირატესობით. მეგობრებო, ეს იყო ყველაფერი დღევანდელი დღისთვის. ნერვიულობისგან ლამის ლურჯი გავხდი, რომ მათსავით სონიკი ყოფილიყავი. ასე რომ არ დაგავიცლეთ ლაიკის დაჭერა, არხზე გამოწერა, ზარის ჩართო და კომენტარებში დაწერა. რომელი სხვა პერსონაჟები, ტრანსფორმაციები ან სონიკის რამეები გსურთ, რომ რბოლაში შევაჯიბროთ? ეს რომ თქვი, ახლა სონიკის მიბაძვას ვაპირებ. მოდით ვნახოთ. იქნება ასე მაინც გავხდე ისეთივე ჭკვიანი, როგორიც ისა. თუმცა მგონია, რომ კარგად არ გამომივა. ნახვამდის.